ლაშა. ხო. როგორ უპასუხებდი ამ კითხვებს პოლიციის კორუმპირებული მაღალჩინოსანი რომ იყო? თქვენს დეკლარაციაში მითითებული ქონება აშკარად აღემატება პოლიციის მაღალჩინოსის ოფიციალურ შემოსავალს. როგორ ახსნით ამას? ჩემი ცოლი ნიჭიერია ძმაო, ბიზნესის ალღო აქვს. დილი ტყავაზე რო ვდგებით, უკვე 2 ტენდერი აქვს მოგებული. და მე რო სამშობლო სამსახურიდან სახლში ბრუნდები, უკვე ახალი ჯიპი ხდება ხოლმე სახლთან. და არსებობს ინფორმაცია, რომ პოლიციის გარკვეული დანაყოფები მფარველობენ კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებს, ან წელშეუზიან მათ. ამაზე რას გვეტყვით? მფარველობა ჩვენი პირდაპირ მოვალეობაა. უბრალოდ ზოგს ნაკლები მფარველობა სჭირდება, ზოგს კიდევ მეტი. და რატომ ატარებს ყველა პოლიციელი ნიღაბს, როცა კანონი ავალდებულებს მათ იდენტიფიცირებას? კანონი კი ავალდებულებს იდენტიფიცირებას, მაგრამ კანონში ხო არ წერია, რომ ჩვენ უნდა გავცივდეთ, ჩვენ სითბო გვიყვარს პოლიციელებს. და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებში არაერთი თქვენი ახლობელი თუ ნათესავი მუშაობს. ეს სისტემური კორუფციის ნაწილია თუ უბრალოდ დამთხოვა? მოდი, ახლა ჯობია რომ მიმართოთ პრეს-ცენტრს. ჩემი დეიდაშვილი მახუგი პასუხებთ. კარგად. მადლობა. გაიხარე.